ახალჩერთველისთვის აქტიური სამზადისი დაიწყო გაიხსნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მევენახებს ყურძნის ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფაში დაეხმარება. წელს პირველად რეგიონში რეკორდულ მოსავალს 300,000-მდე ტონა ყურძანს აულებიან. ახლოს პერიოდში უნდა დაიწყოს ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების რეგისტრაცია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძანს ჩაიბარებს. ჯიშებისა და შაქრიანობის მიხედვით ფასები სხვადასხვა. ხელისუფლება ადგილობრივებს ჭარბი პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების პირობას აძლევს. ყურძნის კრეფა რეგიონში სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება. კახეთში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ბარაქიანი პერიოდისთვის ყურძნის მოსავლის დაბინავებისთვის ემზადებიან. გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გაიხსნა, სადაც რთველი 2026-ის საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. სამზადისთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირველი სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს კახეთში რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. მევენახეობა მეღვინეობის დარგის მხარდაჭერა კი სახელმწიფოსთვის კვლავ სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. წლევანდელი რთველიც ამისკენ არის მიმართული, რომ ყურძნის ხარისხი შაქრის ოდენობიდან გამომდინარე იქნება სხვადასხვა ფასით, რაც პირველში უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტად წაახალისოს ის მევენახე, რომელიც განსაკუთრებულად უვლის ვენახს და მხოლოდ ასე არის შესაძლებელი, რომ ღვინის ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზრებზე. მოსავალის მოლოდინი დიდია, წლევანდელი რთველის პერიოდში ორგანიზებულად ჩასატარებლად მრზად არის კახეთის რეგიონი და ზოგადად ღვინის ეროვნული სააგენტო ჩატარდება ძალიან ორგანიზებულად წლევანდელი რთველი, აქცენტი იქნება გაკეთებული ხარისხზე. ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჭარბი მოსავლის პირობებშიც კი თითოეული მევენახე შეძლებს სრულად მოახდინოს ყურძნის რეალიზაცია. ამ მიზნით მოსავლის მართვის კომპანია ჭარბ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილ ფასად ჩაიბარებს. ყურძენი კარგი მოვიდა, რა იტყვიან, საღი ყურძენი არა, აი დასაწუნი არაფერი არა აქვს რა და აი ველოდებით რომ რაც შეიძლება მალე დავკრიფოთ, მოიყვანოთ და ჩავაბაროთ. იქნებ რაღაცნაირად ცოტა მოუმატონ ფასი, რომ უფრო წახალისება მოგივა და უფრო რო იტყვიან ალბათ ბილიკზეც ყურძენ გავაშენებთ. შევიძინეთ ახალი დანადგარები, საკმაოდ ძვირად ღირებულები, რომელიც სრულიად ავტომატიზირებულია და შარშან იყო სასწორები გადავიდა მთლიანად ციფრულზე და ეს საშუალებას იძლევა, რომ ყოველი ჩამბარებლის წონა პირდაპირ დაფიქსირდეს შტაბში, წელს იქნება იგივე შაქარზეც. ანუ შაქრის მაჩვენებელი გადასცემს პირდაპირ ციფრულად ინტერნეტის საშუალებით შტაბს მონაცემს და შესაბამისად რაღაცა კითხვები და ეჭვები მე მგონია რომ ნაკლებად გაჩნდება მოსახლეობაში. ახალი რეგულაციები და ხარისხის კონტროლი დადგენილი წესების შესაბამისად ჩასაბარებელი ყურძნის საბოლოო ფასი და ხარისხი ყურძნის შაქრიანობის მაჩვენებლით განისაზღვრება. მოსავლის დაბინავების პროცესში ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ფილიალი მეღვინეებსა და მევენახეებს საჭირო სერვისებისა და ინფორმაციის მიღებას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. განსხვავებული და განსაკუთრებული ფასია საფერავზე, რომლის უმაღლესი ხარისხი იქნება ლარნახევარი, განისაზღვრა მინიმალური ფასი ლარნახევარი, საშუალო ხარისხი, რაც გამოხატულია 21-მდე 17-დან 21-მდე შაქრიანობაში იქნება 90 თეთრი, ხოლო 17-ს დაბლა ნებისმიერი ყურძენი ჩაითვლება მხოლოდ სასპირტე მიმართულებად და ფასი არის განსაზღვრული 30 თეთრად. ხოლო სხვა დანარჩენი ყურძენი 17-ს დაბლა აღარ განმეორდები, იგივეა, ხოლო 17-დან 20-მდე სხვა ყურძნის შემთხვევაში იქნება 80 თეთრი და 20-ზე ზევით იქნება ლარი და 30. კახეთში რთველის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. ყურძნის მოსავლის აღება ტრადიციისამებრ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან სექტემბრის პირველივე კვირიდან დაიწყება.